ამის შემდეგ ანალოგიურად შეგვიძლია ჩავთვალოთ სინქრონიზმი და შევერთოთ სისტემა შევიდეთ პარალელურად. მოგესალმებით ყველას. მადლობას მოვახსენებ უპირველეს ყოვლისა ჩვენს მასპინძლებს კომპანია ფერს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის. მადლობას მოგახსენებთ დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის. ჩემთვის ამ ობიექტის გახსნა ორმაგად მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა ის რომ ახალი სიმძლავრე ემატება ჩვენი ქვეყნის ენერგო სისტემას და გასული წლის განმავლობაში ეს არის მესამე ამოქმედებული ენერგო ობიექტი. მეორე მხრივ კონკრეტულად ყაზბეგის რაიონისთვის, კონკრეტულად სასაზღვრო ზონაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ძალიან სასიხარულოა, პოლიტიკურად მოტივირებული ფაქტია. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი გადასაწყვეტი უმწვავესი პრობლემაა, რომელიც ათეული წლებია უყურადღებოდ იყო მივიწყებული მთის მოსახლეობის მიგრაციის შეჩერება და ადგილზე შრომისთვის და ცხოვრებისთვის შესაფერისი სოციალური პირობების შექმნა. ასეთი ობიექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა. როგორც ვიცი, მოწესრიგებულია მიმდებარე ინფრასტრუქტურაც, რაც კიდევ დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის. ამ ულამაზეს ხეობაში, სადაც გადის ტურისტული თუ კომერციული მარშრუტები, იქნება სასტუმროები, კვების ობიექტები, ვიძლევით გარანტიას იქნება მუდმივი ელექტრომომარაგება. ხალხი იქნება დასაქმებული. მოსახლეობა იქნება მოვლენების ეპიცენტრში. ახალგაზრდობისთვის აქ დარჩენა იქნება უკვე საინტერესო და მიმზიდველი. რეგიონი ფეხზე დადგება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ერთი რამ. თითოეული მოქალაქე ვალდებულია სრულყოფილად შეასრულოს ის სამუშაო, რაც ევალება მას. დაწყებული ამ ხესზე მომუშავე პერსონალით დასრულებული ქვეყნის მთავრობით. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ყველა დარგი, ყველა პროექტი მიბმულია ერთმანეთზე და მხოლოდ ერთობლივი მუშაობა და საერთო ძალისხმევა მოგცემს ისეთ ეკონომიკურ ეფექტს და წინსვლას, რაც ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მივიყვანთ ქართულ ენერგეტიკას დამოუკიდებლობამდე. ქართული ენერგეტიკა კი მიიყვანს ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმალურ განვითარებამდე და კეთილდღეობამდე. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ვისაც წვლილი შეგაქვთ საქართველოს გაძლიერებაში, ჩვენი შვილებისთვის საიმედო და უზრუნველყოფილი მომავალი ქვეყნის შენებაში. წარმატებას უსურვებ ამ ხესზე დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. კომპანია ფერს კი უსურვებ წარმატებით განაგრძოს მოღვაწეობა ენერგეტიკის სექტორში. მადლობთ.